ამ დღეებში მთელ მსოფლიოში აღინიშნება იმუნიზაციის კვირეული. როცა საზოგადოებას აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ზუსტი სამეცნიერო ფაქტთა კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ამ თემას ასაუბროთ ჩვენს ეთერშია ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელიც გვეტყვის, რატომ არის იმუნიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მივიღო გაწყვეტილებები სანდო სამედიცინო ინფორმაციის საფუძველზე. კაპიტანი მაია, მოგესალმებით. და პირველ რიგში გამოვიხმაუროთ დღესდღეობით საზოგადოებაში არსებულ დიდ კრიტიკას. რამდენად უსაფრთხო არის დღევანდელი ვაქცინები, რომელიც გამოიყენება როგორც ბავშვებში, ასევე დასრულებში. დიახ, დიდი მადლობა. ყოველთვის აქტუალური საკითხია, არასოდეს არ კარგავს აქტუალობას, მით უმეტეს ახლა იმუნიზაციის კვირეულის ფაზაში შევდივართ. ვაქცინები არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ალბათ ბიოსამედიცინო სფეროს. ძნელია რომ რამე შევადაროთ ამას, იმიტომ რომ რეალურად ისტორიაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა პირდაპირ მნიშვნელობით ვაქცინამ. მაგრამ ამის მიუხედავად ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმი, ანტივაქსერული მოძრაობა მაინც ყოველთვის ძლიერია, კოვიდმა ეს გააძლიერა სამწუხაროდ, იმიტომ რომ კოვიდის ვაქცინების მიმართულმა სკეპტიციზმმა სხვა ვაქცინებიც დააზარალა და სხვათა შორის იმ წლებში ბევრი ვაქცინაციის მოცვა შემცირდა. არადა რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ რაზე? ვლაპარაკობთ ძალიან საშიში ინფექციებზე, რომელიც უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ადამიანს კლავს, ჯანმრთელობის ძიმედაზიანებას იწვევს და ეს ერთი ჩხვლეტით ეს შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ. მიუხედავად ამისა, კიდევ ვიმეორებ, მართლა რთულია გაიგო, რატომ არის აი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება. მით უმეტეს ზოგიერთი ვაქცინა არა მხოლოდ ინფექციური დაავადებებისგან გვიცავს, არამედ სიმსივნური დაავადებებისგანაც გვიცავს მაგალითად. ამის მიუხედავად ამდენი კამპანიის, ამდენი ლაპარაკისა კვლავ რჩება ჩვენს მოსახლეობაში და ეს საქართველოს პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ეს სეგმენტი, რომელიც არის სკეპტიკურად ვაქცინების მიმართ მოწყობილი. ანტივაქსერები ყველგან არსებობენ ნამდვილად და არ არის მხოლოდ საქართველოს. მე მაინტერესებს თქვენი გამოცდილებით როგორ ხედავთ, რამდენად იცავს ქვეყანა იმუნიზაციის კალენდარს და რომელი არის ის ვაქცინები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოტოვებული არის ხოლმე პაციენტების მხრიდან და აი ბავშვობაში თუ გამოგრჩა რამე ვაქცინა, მერე თუ არის შანსი იმის, რომ გაიკეთონ და თუ აქვს საერთოდ ესეთ რამეს ეფექტურობა. თქვენს კითხვაზე მოზრდილობის ასაკში შეიძლება თუ არა, დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება არა, აუცილებელია. შესაძლებელია ასევე, რომ ადამიანმა ჩაიტაროს გამოკვლევები ანტისხეულებზე, იმიტომ რომ ზოგიერთი ინფექცია ისე გადააქვს ადამიანს, რომ არ იცის უსიმპტომოდ და შესაბამისად აცრა აღარ ჭირდება. თუმცა ამის გარეშეც პირდაპირაც რომ აიცრას და გადატანილი კონდეს, არაფერი არ დაშავდება, მაგრამ მაინც უფრო აკადემიური იქნება თუ გაიგებს რაზე აქვს ანტისხეულები და რაც უკვე გადატანილი აქვს, იმაზე აცრა არ დაჭირდება, რაც არ აქვს გადატანილი, იმაზე ნებისმიერ ასაკში შეიძლება რომ ავცრათ. დიახ. ეს პირველად არის, როცა ამ თემას ვეხებით, რომელიც არის ვაქცინაცია და ზოგადად იმუნიზაცია და ყოველთვის გვხვდება კრიტიკა და ვისმენთ ყოველთვის ხალხის აზრს, თუ რატომ ასე ვთქვათ, არ ირჩევენ მათი ბავშვებისთვის ვაქცინაციას. ხშირად ხვდებით საკმაოდ მარტივად გაქარწყლებად წარმოდგენებს. ამის მიუხედავად, ბევრი მშობელი რჩება საკუთარ აზრზე. ხდება თუ არა ექიმების მხრიდან სწორედ კომუნიკაცია და ახსნა, რომ ეს რისკები არის უსაფუძვლო და კომუნიკაცია თუ დგება პირველ ჯამში დონეზე სწორად ამ მშობლებთან, რომ ეს რისკები მათ ინდივიდუალურად აეხსნათ, თუ რატომ არ არის ვალიდური. კი, პრინციპში მეტნაკლებად განსაკუთრებით პედიატრები. ყველაზე მეტად მაინც პირველადი ჯანდაცვა და განსაკუთრებით პედიატრიული რგოლი ცდილობს, თუმცა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ჩემი კოლეგა ვიწრო სპეციალისტები უფრო ხშირად არასწორ მესიჯებს აჟღერებენ, აი მაგალითად პაპილომავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ არაერთხელ მოგვისმენია მეან გინეკოლოგებისგან, რომ იწვევს უშვილობას, რაც აბსოლუტურად არ არსებობს ასეთი რამე, არ ვიცი, საიდანაც აგორებული მითია და ერთ-ერთი მთავარი ბარიერია, რატომაც პაპილომავირუსზე, რომელიც განმარტავ არის ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ, ბევრი მშობელი თავს იკავებს. ეს სხვათა შორის ეს მითი მარტო ჩვენთან არა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აგორდა ოდესღაც და ამის გასაკარწყლებლად მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური საფუძველი ამას საერთოდ არ გააჩნია, მაინც ჩაატარეს ძალიან დიდი კვლევა, შეადარეს პაპილომავირუსზე აცრილებში და აუცრილებში შვილოსნობა და რა თქმა უნდა განსხვავება არ იყო. ეს ვაქცინა უკვე 10 წლეულები არსებობს, ახალი არ არის და ის თაობები, რომლებიც აცრილია, უკვე შვილოსნობის ასაკს კარგახანია აღწევენ. და შესაბამისად ეს აბსოლუტურად მოგონილია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ
აი ასეთი არასწორი მესიჯები და კიდევ აი ხშირად მაგალითად, როდესაც ადამიანს აქვს რომელიმე მძიმე ქრონიკული დაავადება, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ეუბნებიან, რომ მათთვის აცრა არ შეიძლება. ამ დროს უნივერსალური წესი პირიქით არის, რომ ადამიანს რაც უფრო მეტი და რაც უფრო სერიოზული დაავადებები აქვს, მით უფრო მეტად უნდა ავცრათ სხვადასხვა რაღაცებზე, მაგალითად გრიპზე, ჰეპატიტზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის ზუსტად ის რისკ ჯგუფია, რომელთანაც ეს დაავადებები ძალიან მძიმედ წავა. ჩვენ საბედნიეროდ შევეხეთ თემას პაპილომავირუსის ვაქცინაციაზე, რომ განვიხილოთ ამ დაავადების მონაცემებით 22 წელს ჯალმოს მონაცემებით 660,000 ადამიანს უდგინდებოდა ეს ინფექცია და 350,000 ადამიანი დაიღუპა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეებით. ძალიან ხშირი დაავადება, ძალიან მარტივად ვრცელდება. საბედნიეროდ ის საქართველოში იცება როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებში, მაგრამ მაინც მიმართვენობა არის ძალიან დაბალი. ახსენეთ შიში, რომელიც არის ორსულობის თემაზე, მაგრამ ბიჭებში ეს შიში არაა პრევალენტური, მაგრამ მაინც იკავებენ თავს. რა არის მთავარი მიზეზი ამისი? ისევ და ისევ არასწორი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არ დამეზარება გავიმეორებ, ეს არის ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ, ქალებში იცავს საშუალო სნოსყელის კიბოსგან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმსივნეა ქალებისთვის და მამაკაცებში იცავს ასოს, ანუსის, ხორხის კიბოსგან. შედარებით იშვიათია ვიდრე ქალებში ეს სიმსივნეები, მაგრამ მაინც ძალიან აქტუალურია და ძალიან კარგია, რომ ბიჭებსაც ცრიან ჩვენთან. მოცვა კიდევ უფრო დაბალია ბიჭებში. თუმცა გოგონებშიც პრობლემა გვაქვს ისევ და ისევ აი ამ რაღაც გაურკვეველი მითების გამო, როგორც თქვი, პირველ რიგში არის ეს ვითომ უშვილობა, სხვადასხვა გვერდითი მოვლენები, ამ დროს ძალიან უსაფრთხო ვაქცინაა. მისი ფასი საბაზრო ძალიან მაღალია და როდესაც იყო კომერციულად ხელმისაწვდომი, ბარიერი იყო ძალიან დიდი. ეხლა უფასოა, მაინც თითქოს ადამიანები ხალისიანად არ თანხმდებიან ამაზე. აქაც აი დღესაც ეს შანსი გვაქვს და სულ ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი, შესახსენებელი მესიჯები, რომ რაისგან გვიცავს, ეს გაიაზრონ ადამიანებმა, ეს მარტივი ჩხვლეტა გვიცავს ფაქტიურად უმძიმესი სიმსივნეებისგან. ხო, ბ-ჰეპატიტიც ახსენეთ და მაგაზეც კითხავთ, ბ-ჰეპატიტი ხშირად ისეთი ინფექციური დაავადება, რომელიც უსიმპტომოდ მიდის და ამიტომ პაციენტების დიდ მონაწილეობა შეიძლება არც იცოდეს, რომ ეს დაავადება აქვს. აი, ასეთი დაავადების დროს როგორ შეიძლება პრევენცია, ალბათ ვაქცინაცია არის ამაზე პასუხი, მაგრამ რაღაცნაირად თავიდან არიდება, არ ვიცი, მართვა, საფრთხეები აქვს საერთოდ, რა არის ხოლმე ბ-ჰეპატიტის შემთხვევაში. ბ-ჰეპატიტის ვაქცინა ცოტა შორის შეგვიძლია დავარქვათ ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბ-ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ღვიძლის კიბოსი, ციროზის და ღვიძლის კიბოსი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ეფექტური ვაქცინა არსებობს, მაინც უამრავი ადამიანი არის ამ პრობლემით. აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ ვისაც აქვს ბ-ჰეპატიტი, მას შეიძლება დაემართოს თანამდები ვირუსი D-ჰეპატიტი, იგივე დელტა, რომელიც დამოუკიდებლად ვერ მრავლდება და ჭირდება ბ-ჰეპატიტი, რომ აეწყოს ორგანიზმში და ამიტომ ბ-ჰეპატიტის მქონეს აქვს რისკი. შესაბამისად, ბ-ჰეპატიტის ვაქცინა ორი ვირუსისგან იცავს და აქვე დავამატებ, რომ D-ჰეპატიტის ვირუსი არის ერთ-ერთი ყველაზე ძიმედ მიმდინარე ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი და ახალგაზრდა ასაკში ღვიძლის ციროზის და კიბოს გამომწვევი. ამიტომ ბ-ჰეპატიტის პრევენცია ჩვეულებრივ როგორც სხვა სისხლის გზით გადამდები ინფექციების პრევენციას გავს, რა თქმა უნდა, სტერილური სამედიცინო ინსტრუმენტები და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ჩვენ ამ პრევენციაზე ალბათ ნაკლები ყურადღება გვჭირდება, იმიტომ რომ არსებობს ვაქცინა, რომელიც ძალიან კარგად იცავს. აქვე უნდა დავაყოლოთ, რომ ბ-ჰეპატიტის ვირუსი განსხვავებით მაგალითად C-ჰეპატიტისგან სქესობრივადაც ძალიან მაღალ პროცენტში გადადის და ამ გზით ძალიან ბევრია შემთხვევები და კიდევ ვაქცინა იცავს შესანიშნავად. ძალიან მიხარია რომ ესე ვეხებით ინდივიდუალურად ვაქცინებს და ამ თემაზე კიდევ ერთი რომელიც აუცილებლად მინდა გაჟღერდეს არის საქართველოში დასრულებში საჭიროება პნევმონიის ვაქცინას. ის კეთება ამერიკაში, ეს არის სტრეპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც იცავს პნევმონიისგან 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას. საქართველოში ეს ტენდენცია მაინც არ გვაქვს, ხომ არის დრო რომ ისიც შემოვიდანოთ, რომ დავიცვათ ყოველწლიური პნევმონიებისგან მოსახლეობა. აი, რამდენიმე ვაქცინაა ისეთი, რომელზეც სულ ლაპარაკობთ, რომ უნდა დაემატოს კალენდარს. ბავშვთა ასაკშიც არის ესეთი და ბარემ დავაკონკრეტებ ჩუტყვავილას ვაქცინა, რომელიც აუცილებლად უნდა შევიდეს კალენდარში და რატომღაც ეს არ ხდება
და ხანდაზმულებში პნევმოკოკის ვაქცინა, რომელიც მართლაც ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში უნივერსალურად ტარდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პრევენცია. დიდ ბრიტანეთში ცოტა ხნის წინ ჩვენ სიახლეც ჰქონდა, რომ არის მენინგოკოკის აფეთქება და ორი ადამიანის ემსხვერპლა, ერთი სტუდენტი 21 წლის და 18 წლის სკოლის მოსწავლე. არ ვიცი საქართველოში ამ მიმართულებით ხო არ არის რაღაცა უფრო გასახშირებელი კომუნიკაცია. ეს უცნაური შემთხვევა იყო, რა თქმა უნდა და ეხლა ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით მასიურად დაიწყეს სტუდენტებისაც, რა საბედნიეროდ ეს აფეთქება უკვე ჩაცხრა. მაგრამ ჩვეულებრივი სტანდარტული 4 კომპონენტიანი მენინგოკოკის ვაქცინა, რომელიც უფრო ხშირია, ესეც აუცილებლად განსახილველი თემაა და ჩვენთან ისევ რეკომენდირებულია და ცალკეული მშობლები ცრიან ბავშვებს თავიანთი გადაწყვეტილება. აქ მნიშვნელოვანი კიდე რომ ვისაუბროთ რისკ ჯგუფებზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვრცელდება მჭიდროდ და ცხოვრობენ ადამიანები და კამპუსებში მაგალითად. კამპუსებში კი და მაინც ამის მიხედავად ეს ბავშვი მიდის ხო უნივერსიტეტში მაინც არ ხდება ამის განხილვა საქართველოში. მაგიტო გავრცელდა ალბათ სტუდენტებში და სკოლებში. უცხოეთში როდესაც მიდიან სასწავლებლად ბავშვები, იქ სამეცნიერო არადში ბევრი ისეთი მოთხოვნა, რაც აწესრიგებს თითქოს ხოლმე ამ კი იმუნიზაციის ასე ვთქვათ ისტორიას ბავშვის და კარგია ხოლმე. ხო, უცხოეთში ეს გვაქვს, მაგრამ საქართველოში ამას არ მოითხოვენ, თუმცა ეს პრობლემა მაინც არის რელევანტური და ამას საუბარი მნიშვნელოვანია. ძალიან დადებითი სიახლე გვაქვს ასევე რომ წელს პირველად კვლევის მესამე ფაზაში არის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც სიახლე და დიდი ხანი ამაზე საუბარი მიდის, იმიტომ რომ აუცილებელი საკმაოდ ხშირი ინფექცია არის. ამაზე რას გვეტყვით და რა პერსპექტივები ჩნდება ასევე რომ სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ახალი ვაქცინები შეიქმნას. ტუბერკულოზი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით კევნეული თემაა, კი შემცირ და შედარებით ინციდენტობა, მაგრამ მაინც გავრცელება არ არის ადეკვატური ჩვენ როგორც გვინდა იმ ნიშნულზე. ტუბერკულოზის ვაქცინა, მით უმეტეს რომ ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჯერჯერობით მაინც პრობლემური საკითხია და არ არის ესე ადვილი და უნივერსალური, ვაქცინა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ჯერ მაინც კლინიკური კვლევების ფაზაზე ვართ, იმედი არსებობს, ეს ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს წინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, თუ ეს ვაქცინა გავაბოლოში და ბაზარზე ჩაეშვება. კი, ველოდებით იმედი. ეხლა ხომ არ არის რომელიმე სხვა ვაქცინები განვითარების ფაზაში, რომელმაც შეიძლება სამედიცინო სფეროში დიდი, ასე ვთქვათ, გარღვევა მოიტანოს და იყოს იმედის მომცემი. კი, გარღვევას ველოდებით ონკოლოგიაში. ანუ დღეს არსებულ ვაქცინებს შორის ინფექციების პრევენციის კუთხით ორი ვაქცინა გვაქვს, პაპილომავირუს და ჰეპატიტის ვაქცინა, მაგრამ უშუალოდ ონკოლოგიაში სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინები არის ის სფერო, რომელშიც გარღვევა გვჭირდება. სამეცნიერო დონეზე პრინციპში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, აქაც კოვიდის ვაქცინამ ძალიან კარგი როლი შეასრულა, იმიტომ რომ RNA ვაქცინების მიმართულებით ბიოსამედიცინო კვლევები დააჩქარა და ვექტორული ვაქცინების და ონკოლოგიაში ძალიან ბევრი ვაქცინა გადის კვლევას. უფრო აქ არის სამკურნალო თერაპიული ვაქცინები, იმიტომ რომ ონკოლოგიაში პრევენციული ვაქცინები ძალიან რთულია, ესე რომ წარმოვიდგინოთ ყველა უნივერსალურად რაღაცა ვაქცინა, რომელიც სიმსივნებისგან დაგვიცავს, ძნელად წარმოსადგენია. მაგრამ თერაპიული ვაქცინები იმისთვის, რომ უკვე დიაგნოსტირებული კიბო არ გავრცელდეს, არ მოხდეს მისი მეტასტაზირება და არ მოხდეს მისი ხელახლა დაბრუნება, ეს ძალიან აშკარად რეალურია და ბევრი მიმართულებით სხვადასხვა ვაქცინა სხვადასხვა ფაზაშია და აქაც დიდი იმედი გვაქვს. მაგალითად აი მელანომის, ფილტვის კიბოს, საკვერცხის კიბოს მიმართულებით. კი, დიდი მადლობა ქალბატონო მაიარამ ამ თემაზე გვესაუბრებით და გვაქვს იმედი რომ შევიტანოთ ჩვენს სტილს იმაში რომ ამ თემაზე უფრო აქტიური საუბარი მიდიოდეს და იმედია ეს შიშები რომელიც არსებობს დღესდღეობით მეტნაკლებად მაინც შემცირდება. დიდი მადლობა ამ საკითხით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მზადებისთვის.